მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ლუკა, ეს არის საბა და ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც გვიყვარს და გვაინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ დაგვიწყო პოდკასტი და გაგვიზარებინოთ თქვენთვის ისეთი რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი მგონია. დღევანდელი ჩვენი ტექსტი გახლავთ მატეო ფალკონე, პროსპერ მერმეს. და ვეცდებით, რომ შევიჭედოთ ამ ტექსტს და აღმოვაჩინოთ თუ რა არის აქ მნიშვნელოვანი და ასევე გითხრათ ერთი-ორი სიტყვა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გადაწყვიტეს, რომ ქართული სასკოლო პროგრამაში დაემატებინათ ეს ტექსტი და მართლა არის მსგავსება თუ არა სხვა ტექსტი. პროგრამაში დავით ეს? პროგრამაში იყო, სკოლაში არ გეგმილია. მე პარალელად გავიარენ მასწავლებელმა მომავალ. მე სკოლაშიც გავიარე. არ ვიცი. მოკლედ, ჩვენი აზრით ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა ღვეგრე. ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობებს შორის რა, მისი განვითარების სიუჟეტით, შინაარსით, საინტერესოობით და ფინალით. უდავოდ. ხო, ორი სიტყვით ვთქვათ, რომ ეს არის მოთხრობა მატეო ფალკონეზე, რომლის შვილიც დამალავს ყაჩაღს, პოლიციელებს დაუმალავს, შემდეგ ეს პოლიციელი მოთაფლავს, ესე ვთქვათ, ვერცხლის საათის სანაცვლოდ, რომ გამიმხილეს ადარიო, გაუმხელს მისი შვილი და როდესაც მამამისი დაბრუნდება და გაიგებს ამ ამბის შესახებ, შვილი გამცემი მყავსო და წაიყვანს და მოკლავს. აი გარი მოთხრობის მოკლე ისა, რა ქვია, მონახაზი. მოდი წავიკითხავ როგორც ვიწყებ ზოგადად ჩვენს პოდკასტებს, ეგრე დავიწყოთ ესეც. სანამ დაიწყებ, შევახსენოთ მაყურებელს, რომ გამოიწერეთ ჩვენი არქი თუ შეიძლება და ქისას ლინკი იქნება აღწერაში და დაგვეხმარეთ შევიძინოთ კამერა. მიკროფონი უკვე შევიძინეთ და ახლა დაგვჭე კამერა. კაი, დავიწყებ ახლა წაკითხვას. ჩრდილო-დასავლეთით პორტოვეკიოდან გზა მთებისკენ მიდის და საკმაოა კაცმა 3 საათი იაროს მიხვეულ-მოხვეული ბილიკით, რომელსაც ალაგ-ალაგ კლდის ნაპირები გადმოხურებს, ხოლო ალაგ-ალაგ თვალუწვდენელი ხრამების ჭრის, რომ ბოლოს ფართო ტევრს მიაღწიოს. აქ ცხოვრობენ კორსიკელი მწყემსები და ყველა ის ადამიანები, რომელნიც ვერ მორიგებულან მთავრობის მართლმსაჯულებასთან. ეგ არის შესავალი ეს ვთქვათ რა. კაი, რას ფიქრობ აბა? მე რას გვეუბნება ეს გახსნა? გაგრძელებაც რომ აქ ეგეც მომწონს, აქ რამოდენიმე წინადადებაში არის ეგეც რაღაც რომ უნდა ითქვას რომ კორსიკელი გუთნის დედა ნაკელს არ ხმარობს, მხოლოდ ტყეს წვავს, სანამ მიწის დამუშავებაში შეუდგებოდეს. არა უშავს რა, თუ ხანძარი მეტ მანძილს მოედო, ვიდრე განზრახული იყო, რაც უნდა მოხდეს, ფერფლით გაპოხიერებული მიწა კარგ მოსავალს იძლევა. და ეს ტერიტორიულადაც და ტექსტობრივადაც ძალიან დიდ დარკმას განიჭებს რა უკვე შეყავხარ ეგრევე რომ თურმე რა ხდება რა იმ ტერიტორიაზე სადაც ვითარდება მოვლენები. ვიწყებთ იმ ტერიტორიის აღწერით, სადაც განვითარდება მოქმედება, ხო? და როგორია ეს ტერიტორია? არის მთიანი რეგიონი, სადაც რაცა ქალაქიდან 3 საათის მოშორებით მდებარეობს, 3 საათის სავალზე და ისეთი გზა, როგორც მაგალითად რაღაცა თუშეთში, ხო? ავიცი ანუ რთულად მისადგომი ესე ვთქვათ და ჩასავარდნები და ხრამები და ასე შემდეგ. და ორი ტიპის ადამიანები ცხოვრობენ, ეგ არის მთავარი ჩემი აზრით ამ შესავალში. ერთი იქაური ადგილობრივი მწყემსები და მეორე კრიმინალები, ანუ ვინც დაარღვია კანონი და გამოიქცა და აქ იმალება. ანუ ეს არის თავშესაფარი კანონდამორღვევები, გახიზნულების, ხო, ზუსტად. და სხვა შორის ეხა გავკვრით ვიტყვი მაგას. აქ კიდე შესავალში მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკვე ტერიტორიულად ხვდებით, რომ ეს მიღმიერი ადგილია უკვე რა. ანუ რაღაც ცენტრალურ ტერიტორიაზე არ ეს იდეაში ბერძნული კანონია, ცოტა მე ჩავშლით მაგას. მაგრამ აი აქ უკვე ამ წინასწარ გამზადებს მკითხველი, რომ ტერიტორია ასეთია, მოსახლეობა ასეთია რა და აი ეგ იდეალური ის არის თანხმედრა მაგორი ადამიანების რომ წყემსი და კრიმინალები რა და უცებ ერთ ადგილზე ერთ ადგილზე მიღმიერში. იდეალურად ჯდება ისე მაგ ადგილას ორივე სახის პერსონაჟი. იმიტომ რომ მოწყვეტილები არიან ქალაქურ ყოფას რა. თითქოს რაღაცა დროში უკან არ ვიცი რამდენად სწორია. სხვა დროში არიან რა. სხვა დროითი ხაზი არის, სხვა სამყარო არის იქ. აი როგორც თათრების უდაბნოში არის, სადაც მიდის მთავარი პერსონაჟი ჯოვანი დროგო, დაახლოებით ეგეთი გამოყოფილი სივრცე არის, მთავარი ბირთვში არ არიან რა. ანუ თან ერთი კატეგორიის ადამიანები მწყემსები არიან ემეოსები, ჩვეულებრივი ემეოსები გამოდიან, იმიტომ რომ ქალაქში ცხოვრება არ უნდათ, როგორც ემეოს არ უნდა იმ ტერიტორიაზე ყოფნა, სადაც მაგის ძველი მეფე იყო, გახიზნულია, ესევე არიან იქ მწყემსები გახიზნულები მიღმიერში და მეორე ადამიანები არიან რაღაც ფსევდოოდისევსები, რომლებმაც რაღაცა მოგზაურობა ჰქონდათ, ვიღაც ადამიანი მოკლეს, ან რაღაც მოიპარეს და გავიდნენ იქით, რა. ესე სიუჟეტს იდეალურად ვიწყებთ ჩემი აზრით ასეთი შესავლით რა. მან ჩემი აზრით სანამ
დავიწყებთ უშუალოდ ლიტერატურულ ანალიზს, მგონია რომ ცოტა შემოუვაროთ უნდა და ახსნათ რაღაცა ისტორიული კონტექსტი, რა დროშიც არის ეგ მოთხრობა, კულტურული კონტექსტი, სადაც არის და თვითონ მატეო ფალკონე როდის დაიწერა და რაღაცებს წავიკითხავ ამოწერილი მაქვს კლასიკურად. ესე იგი, ეს მოთხრობა დაიბეჭდა 1829 წლის 3 მაისს პარიზში, 2 თვის შემდეგ, რაც დაიბეჭდა შარლ მეცხრის მეფობის ქრონიკა. ანუ 2 თვის შემდეგ დაწერა, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაბეჭდვის დრო ეს არის. და 1000 ფილმი და რაღაცა სპექტაკლი და ასე შემდეგ არის დადგმული და გადაღებული, მაგრამ აი ერთი რაღაცა თვალში მეცა 1960 წელს არის საბჭოთა ფილმი გადაღებული, რომელშიც თამაშობს ბათუმში დაბადებული ნოდარ შაშიგოღლუ. 1927 წელს დაიბადა ბათუმში, ცხოვრობდა თბილისში და ნათამაშები აქვს ასევე ფარაჯანოვის ერთ-ერთ ფილმში ანდრიეშ ქვია. გავედით მოლებულზე. ხო. უბრალოდ ხო, ანუ საინტერესო. ის იყო. ვერ გავარკვე უბრალოდ ქართველია თუ აზერბაიჯანელი, იმიტომ რომ მოქალაქეობა აზერბაიჯანის ქონდა, ხო გვარიც არ არის ქართული და მოკლედ თავარია რომ ბათუმში დაიბადა და თბილისში ცხოვრობდა რა. მატეო ფალკონე. ხო, მატეო ფალკონეს თამაშობდა თვითონ კი. ქართულს კი მოხდებოდა მატეო ფალკონე. კი, ოღონდ თანამედროვე რო ეს არა. ხო. და შემენი ფალკონე. ხო. ეხა სად მიმდინარეობს ეს მოქმედება? აქ არის ორი პერსონაჟი, რომელსაც მინდა ხაზი გაუსვა. ერთი არის ფირალი და მეორე არის ათისთავი, ანუ პოლიციელი და ბანდიტი ესე ვთქვათ რა. ბანდიტს იმიტომ ამობ რომ ორიგინალში ზუსტად ეგ სიტყვა აქვს გამოყენებული პროსპერ მერიმეს და მთარგმნელი არის გერონტი ქიქოძე. ქიქოძე, რომლის სახელობისაც არის ისა პრემია, რომელსაც იღებ საუკეთესო ფრანგული თარგმანისთვის. და ფირალი ანუ კულტურულ კონტექსტს მინდა გაუსვა ხაზი, რატო არ გადმოთარგმნა ბანდიტად და არა იმად რა ქვია. და რატო გადმოთარგმნა ფირალად. ოღონდ ახლა გურიაში უნდა წავიდეთ. მოკლედ გერონტი ქიქოძე დაიბადა სოფელ ბაღში, ანუ გურულია და ფირალი ზოგადად ესეთი სიტყვა, ფენომენი როგორც ესეთი არის გურული. როგორც ამბობენ, მოკლედ არაბული სიტყვიდან შემოვიდა, თუ სწორად მახსოვს ფირარ და ნიშნავს გაქცეულს. ოსმალეთიდან შემოვიდა მეფის რუსეთის დროს. და მოკლედ საფრანგეთში როგორც ესეთი ფირალი არავინ არ ყოფილა, არც საქართველოს სხვა რეგიონში, რაღაც აბრაგი ერქვა მაგალითად სამეგრელოში და ასე შემდეგ რა. და ეს სიტყვა არის თარგმნელის რაღაცა თითქოს პირადი გამოძახილი, რომ ანუ გურული რო არ ყოფილიყო, არ ვიცი ფირალს დაარქმევდა თუ არა, მეგრელი რო ყოფილიყო, შეიძლება აბრაგი დაერქვა რა. უბრალოდ ფენომენს კარგად აღწერს. იმ ფენომენს რომ ადამიანი არის, რომელიც გაიხიზნა და იბრძვის მისი წარმოდგენით იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ის დაიპყრეს, მისი მიწა ესე ვთქვათ რა. კორსიკა. ის ათისთავიც კორსიკელია, ფრანგი არ არის, მაგრამ საფრანგეთისთვის მუშაობს, ანუ ფრანგული პოლიცია რეალურად, იმიტომ რომ იქ ტერმინი არის გამოყენებული ყვითელსაყელოიანები, რომელიც არის საფრანგეთის პოლიციის ჩაცმულობის აღსაწერი, რაც მიგვანიშნებს, რომ ესენი ასრულებენ საფრანგეთის საქმეს. უბრალოდ რატო არიან ესენი დაპირისპირებულები, რომ გავიგოთ, ამისთვის საჭიროა რომ კორსიკა, როგორც კონტექსტი და როგორც ისტორია, კორსიკასი ვიცოდეთ. ხო და მოდი დავიწყებ თავიდან და ავხსნი 1-2-3 წუთი დამჭირდება, რომ გავიგოთ რა შუაშია საერთოდ. ახლა საქართველოზე გასაგებია მაგალითად, რომ დაუშვათ ფირალი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მოვიდა რუსი, დაგვიპყრო და ფირალი გაიხიზნა წრე რაღაც სისონა დარჩია, ყველა მიცის. მაგრამ აქ ეს ფირალი რატო იბრძვის ამის გასაგებად საჭიროა რომ გავიგოთ ჯერ ვინა რას ნიშნავს იყო კორსიკელი, აი ჯანეტო სამპიერო, ვინ არის, ხო? კაი, ესე იგი დავიწყოთ რაღაცა მოკლე მონახაზით. უნდა ვთქვათ, რომ კორსიკა როგორც ესეთი კუნძული არის მეოთხე სიდიდით ხმელთაშუა ზღვაში და 2024 წლის იანვრის მონაცემებით, რაც ვნახე ბოლო მონაცემებია, 350,000 ადამიანი ცხოვრობს ამ კუნძულზე. და მთათა სისტემა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ მთაში მიმდინარეობს მოქმედება, არის 2/3 ამ კუნძულის, ანუ მთა არის 2/3, ხო? და დედაქალაქი არის აიაჩო, სადაც დაიბადა მერე ნაპოლეონი, ის ცნობილი ნაპოლეონი. მოკლედ უამრავი ადამიანთა ანუ გულისხმობ ხალხების კონტროლქვეშ იყო კორსიკა.
თავიდან ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში ბერძნები დასახლდნენ იქ და კოლონია იყო ბერძნების. შემდეგ კართაგენის შემადგენლობაში შედიოდა პუნიკური ომების პერიოდში და საბოლოოდ ესე ვთქვათ დიდი ხანი იყო რომაელების ხელში, რომის იმპერიის ხელში და ამ დროს კორსიკა ცნობილია ღვინით, ანუ ღვინო გაქონდათ რომის იმპერიაში ექსპორტზე და იყო გადასახლების ადგილი. ანუ ვიღაცა რო დაიჭრა გადაასახლეთ კორსიკაზე. მაგალითად სენეკა სტოიკოსი ფილოსოფოსი გადაასახლეს კორსიკაზე. და ამბობენ რომ დიოკლეტიანეს დროს, იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, აი წმინდა გიორგი ვინც აწამა, ახალი წელთაღრიცხვით მე-3-4 საუკუნეებია, განსაკუთრებით ინტეგრირდა კორსიკა რომაულ სამყაროში. შემდეგ რომის იმპერია ინგრევა, მოდიან ტომები, ოსტგოთები მოუწიათ, ესე ვთქვათ, ამათ კორსიკელებს, ანუ ვანდალები შემოდიან, ვანდალები და არიან რაღაც პერიოდი კორსიკაზე. შემდეგ მოკლედ გადავახტები მნიშვნელოვნებამდე რამდენიმე ეტაპს, ლომბარდიის სამეფოს შემადგენლობაში შედის და აი სიმღერა როლანდზე რაზეც არის ფრანკთა მეფე პიპინ მოკლე ჩამოართმევს ლომბარდიას და გადასცემს პაპ სტეფანე მეორეს საჩუქრად კორსიკას, რომ ეს შენია. ნუ დაახლოების ამბავში რა. აი ხა დგება მნიშვნელოვანი მომენტი კორსიკას ისტორიაში, როდესაც გენუა და პიზა, ანუ მაშინ იტალია ხო არ იყო ესე გაერთიანებული ქვეყანა იყო, სანამ არ მოდის ესე ვთქვათ რესორჯიმენტო, ანუ იტალიის გაერთიანების ეპოქა, მანამ არის იტალია დაშლილი რომის იმპერიიდან იქამდე. და გენუა და პიზა, ანუ ორი რაღაცა ტერიტორიული ერთეული დღევანდელი იტალიისა, იცავენ გენუას, იმას კორსიკას არაბებისგან მე-11 საუკუნეში, რა თქმა უნდა, ახალი წელთაღრიცხვით. შემდეგ კორსიკა ხდება პიზას რესპუბლიკის ნაწილი, ანუ პიზას შემადგენლობაში შედის. უბრალოდ ეხლა აქ დავაპაუზოთ და ვიტყვი, რომ კორსიკელებს აქვთ თავიანთი ენა, კორსიკული ენა, რომელიც არის ლათინურ ენათა ოჯახის წევრი და ამ ენაზე საუბრობენ კორსიკაზე და ქვედაკუნძულის სარდინიის ჩრდილოეთ ნაწილში. ეხლა რატო არის ენა მნიშვნელოვანი? ეს ენა ძალიან გავს იტალიურს, განსაკუთრებით იტალიურის ფლორენციულ დიალექტს. ეხლა გადმოვახვიოთ ისევ იქ, რომ პიზას რესპუბლიკას შეუერთდა თქო და ამ დროს იწყება იტალიელების იმიგრაცია კორსიკაში ტოსკანადან. ტოსკანა არის რეგიონი, სადაც არის ფლორენცია. ანუ ამით აიხსნება ფლორენციული დიალექტს რო გავს კორსიკული ენა, ეგ რო ანუ ძალიან დიდი მიგრაციის ტალღა იტალიელები გადმოვიდნენ კორსიკაზე და რაღაცა როგორც ჩანს ენები დაახლოვდა რა. ორი მნიშვნელოვანი წერტილია, რომელთა შორისაც არის დიდი მთის სისტემა. ერთს ქვია კალვი ჩრდილოეთში და მეორე არის პორტო ვეკიო, სადაც იწყება ეს. ამათ შორის არის მთათა სისტემა. ამბობენ, რომ დასავლეთში არის უფრო დასახლებული, უფრო გახსნილია სხვა გარე სამყაროს მიმართ და აღმოსავლეთ ნაწილში აქეთ არის უფრო დაუსახლებელი, რაღაცა გაუდაბნოებული და უფრო უხეში, ესე ბუნებასთან დაახლოებული ადგილი. ეხლა არის მნიშვნელოვანი ეტაპი ძალიან, იმიტომ რომ 1294 წელს გენუა ბრძოლით წაართმევს პიზას კორსიკას და გადადის გენუას შემადგენლობაში და არის 1755 წლამდე. 1700 ხო? ანუ 500 წელზე მეტი. ამ პერიოდში რაღაცა იქ საფრანგეთი და ესპანეთი უკვე ცდილობენ რომ გავლენა მოიპოვონ და მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის საკვანძო გასაგებად ამ მოთხრობის პოლიტიკური კონტექსტისა. 1755 წელს 1729 წელს იწყება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და 1755 წელს გამოაცხადებენ კორსიკელები თვითაღიარებულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელსაც ლიდერობს წინამძღვრობს პასკუალე პაოლი, რომელიც შექმნის დემოკრატიულ სისტემას 1755 წელია. დემოკრატიულ სისტემას კონსტიტუციას დაწერენ და ბრიტანეთი უჭერს მხარს ამათ. იმიტომ რომ ბრიტანეთი ანტისაფრანგეთია და ეხა მის მტერი ჩემი მეგობარიას ამბავში რა. მაგრამ 1768 წელს ვერსალის შეთანხმებით გენუა საფრანგეთს მიჰყიდის კორსიკას. გენუა ვეღარ ახერხებს კონტროლს და საფრანგეთს უნდა კორსიკაზე თავისი ძალაუფლების გავრცელება და გადაწყვეტს რომ იმასკნას რა ქვია. მალე მორჩები ძალიან გამიგზელდა. გადაწყვეტს რომ თავისი გავლენა გააფართოვოს და ვერსალის შეთანხმებით 1769 წელს უკვე გადადიან ფრანგები და იკავებენ კორსიკას. აი ამის მერე უკვე რაღაცა სანამ გაიქცევა ეს პასკუალე პაოლი და წავა იმაში ინგლისში.
ინგლისში რო წავა, მერე იწყება იქ რევოლუცია საფრანგეთში და ამ დროს რაღაცა დროს იხელთებს დაბრუნდება. რო დაბრუნდება, მერე არის მივედით 1814 წლამდე და საბოლოო ჯამში ნაპოლეონს რო განდევნიან და ვენის კონგრესი რო ჩატარდება და დაბრუნდება, აღდგება მონარქია საფრანგეთში, გადაწყვეტენ რომ დაუბრუნოთ ფრანგებს ეს კორსიკა. სხვათა შორის ბრიტანელები გადაწყვეტენ. და ამის მერე უკვე იწყება საფრანგეთი ფრანგული კულტურის დაახლოება და შეტანა კორსიკაში. თავიდან არ იყო ეგრე იტალიური კულტურა უფრო მძლავრობდა, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა მაღალი ფენის წარმომადგენლების შვილებს აგზავნიდნენ იტალიაში, ის რაღაცა ნაპოლეონი იტალიანი იმიდან იყო კორსიკადან და მაგან იქონია მნიშვნელოვანი გავლენა დაახლოებისთვის და დაიწყო ფრანგულ ენაზე სწავლა ამ სკოლებში. და მოკლედ აქედან ნელ-ნელა დაახლოვდა საფრანგეთისკენ. და დღეს 1975 წლიდან მოქმედებს რაღაცა კორსიკის ეროვნულ გამათავისუფლებელი ფრონტი, რომელიც არის შეიარაღებული მებრძოლი ადამიანები კორსიკის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. და 5 მაისს მაგალითად 21 ადგილას მოაწყვეს თავდასხმა კორსიკაში. 5 მაისის მანიფესტი გამოაქვეყნეს რა გვინდა და რატო გვინდა დამოუკიდებლობა. მოკლედ ძალიან რთული კონტექსტია და ეს ფირალი ახლა აქ ვინც არის აი ამ დღეს რო ეცხოვრა იქნებოდა ამ იმის რა ქვია იტალიურად ჟღერს მაგრამ ნახე Fronte di Liberazione Nazionale di Corsica. მაგარი ენა ბიჭო აი. ხო და მოკლედ ამის წევრი იქნებოდა უეჭველი ეგისა ფირალი რა. ხო. ანუ ის პოლიციელი 10 თავი არის ფრანგების მხარეს, ესე ვთქვათ, ბჭყალებში ეს არის დამოუკიდებლობის მხარეს, იტალიელების მხარეს არა, ამას დამოუკიდებლობა უნდა რა. მოკლედ ესეთი რთული პოლიტიკური ვითარებაა, ცოტა ძალიან გამიგზელდა, მაგრამ ეხლა გადავიდეთ უშუალოდ იმას. ბოლოს უცები მან დამარკა. ხო. მარცხის ელემენტი უკვე ეხლა ყვები ამბებს რომ ძალიან დიდი ხანი ეცდილობენ რომ დამოუკიდებლობა მოიპოვონ და აქაც რაღაც მომენტში ხაზგასმული არის ის რომ ეს ფირალი რომ მოდის და ცდილობს მატეო ფალკონეს შვილი ფორტუნატო მოისყიდოს რომ არ გათქვას რაღაც ძალიან ცოტა ფულს აძლევს ტყვის წამლისთვის რომ ძლივს ყოფნის და რაღაცა პოლიციელები ფრანგების მხარეს ვინც არიან რაღაცა ზღირებულ საათს შეთავაზეს ანუ რეალურად რაღაც მომენტში სოციალური კუთხით თუ გაანალიზებ დარტყმა იგეთი რომ იმათ შეუძლიათ რომ შეინარჩუნონ განმათავისუფლებელი მოძრაობები ხელშეკრულები დღეს დაყოფილები არიან ერთ 5 მიმართულება და ერთმანეთს ჭამენ და მოუკლეს ლიდერი ციხეში ცემით ივანუ კოლონა ერქვა ციხეში ციხეში ვინც იჯდა მასთან ერთად იმან მოკლა ცემაში მოკლა და როგორც მე მან თქვა მუჰამედის შეურაცხყოფისთვისო რა მარსელში იჯდა ციხეში საფრანგეთში და ძალიან ისეთი ამბავი იყო კრიზისი იყო მოკლედ კორსიკაზე რომ რა მუჰამედის შეურაცხყოფისთვის საფრანგეთში ციხეში მოკლეს მოკლედ რა ესეთი რთული პოლიტიკური ვითარება ძალიან და ძალიან ღარიბი ხალხია მაგრამ ნელ-ნელა საფრანგეთი ცდილობს რომ ამ ეკონომიკური ისინი გაუშვას რომ თან მისკენ მოკაჩოს და თან როგორც სახეებენ ცდილობენ დიდი ქვეყნები რუსეთი ხო არ არის მაინც ეხა საფრანგეთია და კოლონიურ წარსულში რაღაცები კი ვიცოდი კორსიკაზე მაგრამ ამ ხელა ამბავი თუ ქონდა ბიჭო ძალიან დამაინტერესა რაღაცა კორსიკის ისტორიამ და ჩაუჯდები ერთი რომ მოვიცნი კი ბატონო არ ველოდი მთლად ეგეთ შეხლაშენ კი ვიცოდი რომ თან რა იცი ჩვენგან განსხვავებით არა აქვთ ეროვნული იდენტობა ეგეთი ჩამოყალიბებული ქართველი ვარ არასდროს იყვნენ ხო საიდან იქნება ჩვენ ეხა ვიყავით დამოუკიდებლობის სულ სანამ ნუ სულ რა ეხა უგვერჩოდნენ მაგრამ ყოველთვის ხონდა ჩვენი იდენტობა ამათ ეგრე არა აქვთ ხო ხვდებით ეგ უფრო ართულებს სიტუაციას მაგრამ მე როგორც ხვდები მთის ან თაში რასოფლებიც იქნება და უშუალოდ უფრო კორსიკელები ხო რა მაგათ იმენა ექნებათ თავიანთი იდენტობა საბოლოო ჯამში იმიტომ რომ ზოგადად რთულია დიდი ქვეყნის იდენტობა რაღაცა ჩააჩეჩო ვიღაცას უთებში აგახიზნული იმიტომ რომ მაგიტო ირჩევს ზუსტად ეგეთ ადგილს რომ უფრო ჩანს რაღაცა ის პირველ ყოფილი არასწორი სიტყვაა ის პრიმორდიალური რაღაცნაირი დაპირისპირება ამ სამყაროს და იმ სამყაროს შორის რა ესე პოლიტიკურ კონტექსტში თორე ეხა გავიდეთ ნელ-ნელა მოშორდეთ პოლიტიკა ძალიან მართალი ხარ მან და მაგის დასტურად გაქვს ესეთი სიტყვა რომ და მაგას იაზრებს მატეო ფალკონი იაზრებს რომ განხეთქილება არსებობს თავის კულტურას შორის რომელიც გახიზნულ ადამიანებს აქვთ ამ წემსებს აქვთ რომ სიტყვაზე ვიღაცის ჩაშვება არ დაბეზღება არ შეიძლება სიტყვაზე რაღაცა გაქცეული ადამიანი უნდა შეიფარო რაც არ უნდა დამნაშავე იყოს და ირო ამბობს რომ რაღაც მაგ კაცმა ხვარი მოგპარავ თავისი ცოლი რომ ამბობს მაგ კაცმა ხვარი ეს რომ ეს საწყალიო შიოდაო კი ეთყობა შიოდაო ხო მაგრამ მეორე მხარე არის ის რომ ხვდება რომ რეალურად ანუ კანონიერად მართლა კანონი რაც არის სწორი არის ის რომ უნდა გადასცე ვიღაცებს და თავის შულს რო ეუბნება ეგეთ რაღაცას რომ კარგად იწყებ ცხოვრებას თქვა ბოლოს მატეო დამშვიდებული ხარ ირონიულად ხო ირონიულად არ ეუბნება მართლა ეუბნება ანუ რეალურად კარგად მაგას ვერ დაგეთახა ბიჭო აი მატეო ფალკონის მოსაკლავად მიყავს ბიჭო ანუ ნახა რომ მისმა შვილმა ჩაუშვა ფირალი და
მერე იქ აღწერს მერიმერო რაღაცა სახე აემღრა და რაღაცა და კარგად იწყებს ცხოვრებას და წამოყევი ეხლა და აი იღებს იარაღს და შუბლში ახლა მაგას მართლა ეუბნება. ანუ კარგად იწყებს ცხოვრებას მიემართება იმათ ანუ პოლიციას და კანონს და რაღაც ეგეთებს. ანუ პროსპერმერი რა კარგად იყოს და მატეო ფალკონი იაზრებს რეალურად ანუ არ არის ისეთი პატარა კაცი არ არის რა. ხდება რეალურად სამყაროს წესყობილება რა არის. ხო ანუ წესყობილება სამყაროს იცის რაც არის. უბრალოდ მას საკუთარი პრინციპები, საკუთარი მორალი გააჩნია, რომელსაც მიყვება. თავისუფლს იმიტომ კი არ კლავს, რომ რაღაცა როგორ შეიძლება რომ დააბეზღო. თავისუფლს იმიტომ კლავს, რომ ჩემ შვილს არ უნდა დაებეზღებინა და მორჩა. ვიღაცის შვილს რომ დაებეზღებინა, იმას არაფერს არ ეტყოდა. პირიქით იმას ეტყოდა, რომ რავი, ოკეი, კანონიურად ეგრე უნდა გექნა. ანუ ეს არ არის რაღაც ტიპური რაღაცა ისეთი ბანდიტი რომელიც გაიხიზნა და რაღაცა ერთთვის სახელმწიფოს. არა, ანუ ეს არის პატიოსანი წესიერი კაცი. ნუ რა ვიცი ახლა რამდენად წესიერი კაცია. ხო, ეგ მე მიყვარს მატეო ფალკონი ძალიან. ზოგადად სახელი მატეო მიყვარს ძალიან. ხო, სხვადასხვა გვარზე მინდოდა მე თქვა. ფალკონე იტალიურად ნიშნავს იმას შევარდენს. Falcon ინგლისურადაც ეგ ერთი ის არის. ხო და ანუ ზოგადად სახელები ძალიან ისა ამ მოთხრობაში პირდაპირ მიგანიშნებს ან ბედზე ან რაღაც თვისებაზე, ხო? აქ არის რომ აი მაგალითად ფალკონეს აღწერს ესე არწივისებური ცხვირი, ცოცხალი თვალებით, აი შევარდენი ხარ რომ დაგუგლოთ, აი ძალიან დიდი თვალები აქვს, თვალის გუგები და ნუ არწივისებური ცხვირი აქვს თან. და აღწერილობაც მიუგავს შევარდენს მოკლედ რა. ხო, ძალიან ბევრი მიზეზია, რატო დაარქვა პროსპერმერიმემ ფალკონე. მატეო გასაგებია ხა მატეო და ფალკონე რო მატეო რატო დაარქვა? სახელი მეთიუ. მაგაზე არ მიფიქრია. მათე ხო და აი მაგის თქმა უნდა ზუსტად სხვა შორის მე ეხა რომ პროსპერმერი მე რატო მიყვარს ესე ძალიან რა. პროსპერმერი შეეგ მომწონს მე რომ იდეალურად ახერხებს ბიბლიური სიუჟეტების მაგას ბერძნული მიმართულებით გადათამაშებას რა. რაღაც ამბავს იღებს ბიბლიიდან და ბერძნები როგორც ახსნიდნენ რაღაცა ცნებებს, ეგრე ხსნის მაქსიმუმს და ეგრე მიემართებს პერსონაჟებს რა. აი მაგალითად მატეო ფალკონეში იდეაში შეგიძლია თქვა რომ აბრაამის და ისააკის ამბავია გადათამაშებული რა. აი შალმეცხრის მეფობის ქრონიკაში შეგიძლია თქვა რომ იმისია აბელის და კაინის ისტორია აი იმაში რა ქვია კარმენში შეგიძლია თქვა რომ რაღაცა ქრისტეს და მაგდალინელის ისტორია გადათამაშებული და მართლა ეგ ამბები არ ნუ საბოლოო ჯამში მართლა მაგ ამბებზეა დაფუძნებული ეს ყველაფერი. უბრალოდ მე მიმართებებს უსხვანაირად ცხოვს რა რომ იქ თუ აბრაამის და ისააკის ისტორიაში თუ იქ ღმერთი ეუბნება აბრაამს რომ მოკალი და მე ეუბნება რომ გაჩერდი არ მოკლა აქ პირიქითაა რომ მატეო ფალკონეს ღმერთი ეხვეწება რომ არ მოკლას თავის შვილი მაგრამ ეს კლავს თავის შვილს მაინც და ეს არის მისი ცხოვრების დიდი შეცდომა რა. შეცდომა რატო? იმიტომ რომ ღმერთი რეალურად ან რაღაც ერთი სახის ინტერპრეტაციით, ბერძნული ინტერპრეტაციით აქცდება ეგრე რომ ღმერთი კიდევ ერთხელ ან მატეო ფალკონი არის ცოდნა. ეგ ახსენი ძალიან თავიდან ეხლა. ჯერ ბედის წერის იდეა ბერძნებთან გასწრებს. ბედის წერა არის განსაზღვრული მოცემულობა ბერძნებთან რა. ანუ რაღაცა წინას ოღონდ ეს ბედის წერა მარტო ანუ ღმერთმა განგისაზღვრა არ არის, ღმერთებსაც განსაზღვრული ბედის წერა აქვს რა. და ეს ბედის წერა სრულიად განაგებს შენს ცხოვრებას. ოდესმე თუ გადაუხვია ამ შენი ბედის წერიდან, შენ გამოდიხარ ცოდვილი. ანუ შენ ბედის წერას უნდა გაყვე. და ღმერთები ყოველთვის ეცდებიან რომ შენი ბედის წერის გზაზე დაგაბრუნო. სანამ შენ ბედის წერის გზაზე არ დაბრუნდები, ყოველთვის გაიგვი რაღაცა მოგზაურობის გზას, სადაც გამუდმებით რაღაც განსაცდელში იქნები. სანამ შენ ქმედებას არ შეცვლი. აი მაგალითად ოდიშევსის სახში ვერ დაბრუნდება, ანუ მისი ბედის წერა სახში დაბრუნება, მაგრამ თუ ამ ბედის წერას რაღაც მომენტში გადაუხვევს, ანუ ძალიან დებილურად დაიწყებს მოგზაურობას. ვერ დაბრუნება სახში, ვერ დაბრუნდება იქამდე სანამ არ მიხვდება რომ სახლის გზას ბოლომდე უნდა დაადგეს რა. აი ციკლობს რო თვალს ამოთხრის მაგალითად, მაგაზე დასჯის და დასჯის არ აბრუნებს რა. აი ერთ სისულელეებს. კი, ზუსტად. ღმერთები აკეთებენ ეგეთ რაღაცას, რომ რაღაც სისულელებს თუ აკეთებ რაც შენი გზიდან გადახვევის, კიდევ ერთი ნაბიჯია. გსჯიან მაგის გამო. მაგრამ ეს ბედის წერა ჩვენ ახლა ქრისტიანული გაგებით გვესმის რომ რაღაცა წინასწარ გათვლილია რომ ამას იზამ იმას იზამ და ეგ ხო თვისებაზე გადის. კი თვისებებიდან ბერძნებთან ის გამომდინარეობს შენი თვისებებიდან რა ამ წინასწარ დაბადებიდან გაქვს რაღაც მახასიათებლები და ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე შენ კარგი ცუდი არ აქვს მნიშვნელობა. არავით არის ანუ იქ არ განისაზღვრება შენ გაქვს მახასიათებელი მორჩა კარგი მახასიათებელი კარგი თვისება არა რა. შეიძლება წინას ანუ იყო რაღაცა მეომარი ბედის წერით და ეგ უნდა გამოავლინო მაქსიმალურად და სანამ არ გახდები ნამდვილი მეომარი მანამ გამოცდას მოგიწყობს ღმერთები და ეგ და შეიძლება იყო უკიდურესი რაღაცა ქურდი და ეს რაღაცა რა გაფუჭებული ადამიანი და ეგეც გამოავლინო უნდა და თუ ანუ ბერძნების აღქმით თუ შენი გაფუჭებული ადამიანობა არ გამოავლინე შენ ადამიანი არ ხარ ანუ შენ ვერ მოახერხე საკუთარი თავი იყო ანუ ბერძნებს ურჩევნიათ რომ გაფუჭებული ადამიანი იყო და იყო ვიდრე არ იყო და არა შენ თავი აქ ხა როგორ ძდება ეგ? აქ მოკლედ მატეო ფალკონეს ბედის წერა არ არის ის რომ დარბოდეს და ვიღაცებს კლავდეს რა. ანუ რეალურად აქ მინიშნებაა რომ მატეო ფალკონე არის ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი ადამიანთაგანი, ვინც აქ არის ჩამოსული, იმიტომ რომ რაც აქ ჩამოვიდა, ანუ რაც გაიხიზნა რა.
ხელი არ უხლია არავისთვის, არავინ არ მოუკლავს, არავისთვის არ შეუტევია. შესაბამისად, აქედან შეგვიძლია რაღაც მომენტში დავასწროთ, რომ მისი ბედისწერა ხალხის კვლავ არ არის, მისი ბედისწერა რაღაცა ღირსების აღდგენა და იგივე რაღაცები არ არის. ანუ რეალურად რატომ მოკლა ის კაცი, ვინც მოკლა? ნუ თუ მართლა მატეო ფალკონე მოკლა, კაი მართლა მატეო ფალკონე მოკლა, გავიგეთ და რატომ მოკლა? ხო, რომ იმიტომ რომ უნდოდა რომ თავისი მეუღლე, ანუ ის ქალი ვინც უყვარდა, მისი მეუღლე გამხდარიყო და მას მოუწია ესეთი გზა გავიდო. ამისი სასჯელი იყო ის, რომ გახიზნვა მოუწია. და ეხლა ნახე გახიზნულობაში როგორ შეიძლება რომ დარჩე. ანუ რეალურად გახიზნული არ უნდა იყოს მატეო ფალკონე, ქალაქში უნდა იყოს, მაგრამ გახიზნულია. იმიტომ რომ ის ცოდვა ვერ მოინანია და ღმერთმა მისცეს კიდევ ერთი შანსი, რომ ის ცოდვა მოინანიებინა და შეეძლებოდა რომ ქალაქში დაბრუნებულიყო. აი როგორ თემა იცი? ოდიშევსი რო ითაკაშია და ითაკიდან რო უნდა წამოვიდეს. იქ თუ არ მოახერხა, ანუ იქ თუ კიდე რაღაც ცოდვა დააშავა, ხო არ გამოუშვებენ იქიდან ოდიშევს. ითაკაში არ მეთქი, რა ქვია, იმაში როა რა ითაკაში. იმათ კუნძულზე როა, რა ქვია? ფეაკელები. ხო, ფეაკელების კუნძულზე რა, მაგედან ხო ითაკაში ხო არ გამოუშვებენ თუ რაღაცას დააშევებს. აქაც ეგეთი რაღაცაა, რომ თუ მატეო ფალკონე რაღაცას დააშევებს გახიზნულობისას, ის ვერ მოახერხებს რომ დაბრუნდეს თავის სახლში. ითაკაზეც არის ეგ მან მთავრდება წიგნი, ანუ როცა უკვე სასიძვეებს გაწყვეტს და კიდე რო იწელება და რაღაცა და გაჩერდიო ლამბურს რო ჩამოაგდებს ათენა და რო გაჩერდება მე მთავრდება წიგნი. ანუ მანდაც იგივე ის უწევს ითაკაზეც. და მატეო ფალკონეს აქვს შანსი რომ გაჩერდეს. თავშულის არ მოკლით, მაგრამ მაგ შანსს არ იყენებს და კლავს თავშულს რა და შესაბამისად კიდე დასჭილი დარჩება და კიდე გახიზნული იქნება რა. ანუ ჩვენ ახლა დაზუსტებით ვიცით, რომ ეს ბერძნული იდეის მიხედვით მომავალში მოხდება ის, რომ სადღაც კიდე ვიღაცის მოკლის გამოცდა მოუწევს და თუ მოკლავს კიდე. მაგრამ სამაგიეროდ საკუთარი თავის მაქსიმალური გამოვლენებაა ეგ ეხა ამ მოთხრობაში მატეო ფალკონე. რატო? მე მგონია რომ მკვლელობა მისი ისა ბუნებრივი მდგომარეობა მკვლელობა არ ვარ დარწმუნებული. მაგით ასახელგანთქმული, ანუ ყველაზე მაგარი მსროლელია ფალკონია გვარად და შევარდენი მონადირე ფრინველია, ესეც მონადირე ადამიანია, ანუ მსროლაში. მკვლელია თუ მეომარი? ეგ უნდა განსხვავდეს. მკვლელი კაცო რა მეომარი? მე მეომარად. მეომარი თუ შვილი რანაირად მეომარი თუ ხარ? ნახე მეომარი რომ ჩემ წარმოგენით მის მეომარია და არა მკვლელი, იმიტომ რომ მკვლელობის გამო ისჭება, მეომრობის გამო არ დაისჭებოდა. გავიგე, მაგრამ ნახე ის კაცი როგორ მოკლა, წვერს იპარსავდა ფანჯარაშიო ბიჭო და ეს დადგა და შორიდან და ესე დაუმიზნა საერთოდ რო არის ის იმ კაცმა და ესროლა. ეგ რანაირი მეომარია? მკვლელობა ეგ. მაგის გამო ისჭება. ხო და ისჭება მაგის გამო. ანუ მისი ბუნებრივი მდგომარეობა რო არ არის რომ შორიდან ვიღაცა კაცს რომელიც იპარსავს ესროლოს. მაგის გამო ისჭება. ის კაცი რო დუელში გამოიწვია, ჩემ წარმოგიდგენთ ის კაცი რო დუელში გამოიწვია და ისე მოეკლა, არ დაისჭებოდა მაგის გამო. თავის, იმიტომ რომ ანუ ეს იქნებოდა მისი მართლა ბუნებრივი მდგომარეობის რაც არის რომ კარგი მსროლელია, კარგი მეომარია, კარგი მოჩხუბარია, რაც არის. მაგას გამოავლენდა. ამით ეგ არ გამოავლენა, ამით პროსტა გამოავლენა ის რომ მაგრად ისვრის. და ეგ ნუ ეხა მაგრად ისვრის, და მეომარი მაგ შემთხვევაში იქნებოდა დუელში რო გამოეწვია. ხო და არ არის მეომარი. ხო და არა, ანუ რო არ გამოიწვია გასაგებია, მაგიტო ისჯება მე. ნახე, შენ იმის გამო კი არ ისჯები, რაც ხარ. იმის გამო ისჯები, რაც ვერ გახდი. ანუ უნდა ყოფილიყავი მეომარი, მაგრამ მკვლელი რო ხარ, მაგის გამო ისჯები. მკვლელობიდან მეომრობამდე ხო ერთი ნაბიჯია. რო რაღაცა გამოიწვია ვიღაცა. ნუ კაი, ბევრი ნაბიჯი შეიძლება იყოს, მაგრამ რო გამოიწვია ხო მკვლელობიდან მეომრობაზე გადავიდოდა. მაგრამ რახან ეგ ნაბიჯი არ გადადგა, დაისაჯა რა ის დაიშალა, დაისაჯა მაგის გამო. კაი. გამიგე მაგას ვამბობ მე რა. ოკეი. და მაგიტო ამ გონია ეს. კაი, იმაზეც შვილის სახელზე ვთქვათ, ფორტუნატო ქვია და ანუ ბედისწერა მანდაც არის. ეს ვისი ბედისწერა მაგარი ამბავია. როგორ? ვისი ბედისწერა ეგ მაგარი ამბავია. ხო. მამამისის ბედისწერა, თავის ბედისწერა, მოკლედ ძალიან საინტერესო სახელი ქვია რა. ანუ სახელებს ესეთი დატვირთვა აქვს. კიდე ეგეთი ისეთი სიმბოლური დატვირთვა რასაც აქვს არის საათი რა. ანუ თითქოს მას შემდეგ რაც ეს 10-ის თავი გადასცემს ამ საათს, იწყება რაღაცა წამზომი როცა სიკვდილამდე რა. ანუ თითქოს საკუთარი სიკვდილის წამზომი ჩართო ფორტუნატო იმ მომენტში როცა გამოართვა. და მაგ მომენტში არის ძალიან მაგარი ისა ბიჭო აღწერა. და მაგით აი რატო არის მაგარი მწერალი პროსპერმენივი ამოვიწერე ფრაზა რა. ციფერბლატი ცისფერი იყო, ახლად გაწმენდილი. ვერცხლის სახურავი მზეზე ბრჭყვიალებდა, მეტად დიდი იყო ცდუნება. აი ეს რო წავიკითხე, ესეთ თავში აფეთქდა და რატო? მოკლედ ჩემი აზრით ეხა აქ აკეთებს იმას. ეს საათი ხო ვერცხლისაა რეალურად. ვერცხლის ფერია, ვერცხლისაა. იღებს სამყაროს, გარე სამყაროს, ამ შემთხვევაში ცას და მის მახასიათებელს მიაკერებს საათს. ციფერბლატი ცისფერი იყო, ანუ სამყაროს აპატარავებს ამ ზომაზე და სამაგიეროდ ამის ფერს ვერცხლის სახურავი მზეზე ბრჭყვიალებდა. საათის ფერი გადააქვს სამყაროზე, ანუ სახურავზე რაღაცა აფართოებს, ხო?
ამით ეხა და ისე ჩაწერილს მაგ კინოკადრებით წარმომიდგა აი რაღაცა პაუზა რო არა ფილმში და მუსიკა რო იწევს და რაღაცა რო უნდა მოხდეს. და აი ზუსტად ეგეთი მომენტია რომ აი ეხა გამოვართვა ეს საათი თუ არა მეტად დიდი იყო ცდუნება. ხო და მოკლედ ამ სამყაროს ფერს ვაპატარავებს ამაზე და ამის ფერს რო აფართოებს სამყაროზე. ამით ჩემი აზრით ანუ აკეთებს იმას რომ ანუ ხედვის კუთხეს გვიცვლის და გვანახებს რომ მნიშვნელობა ამ გარე სამყაროდან გადმოდის ამ პატარა საათზე. ანუ მთავარი მომენტი ახლა ამ მოთხრობაში და ზოგადად მსოფლიოში არ არის ის თუ რა ხდება გარეთ, არამედ ის თუ რა ხდება აქ ამ მომენტში ფორტუნატოს თავში. და ამ ფერების ცვლილებით აკეთებს ზუსტად მაგას რომ ფორტუნატო დგება არჩევანის წინაშე, რომელსაც უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე თავად სამყაროს რა. ანუ ეს მარტო ფორტუნატოზე კი არა, ზოგადად ნებისმიერ ადამიანზე შეგიძლია რომ წარმოიდგინე რომ რაღაცა ცხოვრებაში ერთხელ შეიძლება ნებისმიერს ან უკვე გქონია, ან მომავალში გქონდეს ისეთი მომენტი, როცა დგები არჩევანის წინაშე და შენ აი ხა ამ მომენტში რასაც გადაწყვიტავ, ეგ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის თუ საერთოდ რა ხდება მთლიან სამყაროში, იმიტომ რომ ეს ეხა შენ ამას აირჩევ თუ ამას მთლიანად განსაზღვრავს შენს ცხოვრებას ზოგადად. და თან მუღამი ის არის რომ მონანიების შანსი აღარაა. ანუ აირჩევ და მორჩა რა. ეხა ფორტუნატო რომ ამ საათს ირჩევს, მორჩა. მაგით ჩათვალე რომ უბრალოდ დროის საკითხია, საათი მაგითოა, როდის გამოკრავს მამამისი სასხლეთ თითს, ხო? კი. თავის სახელით მაგითი იხსნება. ხო, თავის სახელით მაგითი იხსნება, რომ ვერ გაიქცა თავის იმას, რა ქვია, ფორტუნას რა, ბედის წერას, რომ არა და რეალურად მის ხელში იყო, შეეძლო რომ უარი ეთქვა. რეალურად ანუ პატარა ბავშვია, ანუ 10 წლისაა რა, წარმოიდგინე მეოთხე კლასელია, წარმოიდგინე, ეხა რო გავიხსენე მეოთხე კლასელი ბავშვი, რავი ეხა რა მამამ მოკლა და რა, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ბავშვია, იმიტომ რომ აი იმ მომენტში ნახე, იმ ფირალს რომ მალავს რაღაცა ისე მიაყარა თივა, თან დამალულიყო, თან არ დამხრჩვალიყო. კატა და კნუტები დასვა ზემოთ, რომ არავის არ ეფიქრა, რომ აქ ვინმე არის. სისხლის კვალზე მიწა დაყარა, ისე დაწვა, როგორც მანამდე იწვა. და ამას ეხლა რავი მეოთხე კლასელი რამდენი ბავშვი მიხვდება, ხო? ძალიან ჭკვიანი ბავშვია რეალურად. თან იქ აღწერაშიც წერია, რომ ეტყობოდა, კარგი ვაჟკაცი უნდა დამდგარიყო თავიდან. აუ რა ცუდად უწერია ბიჭო ეს აი დრო იცი რა მოხდება ბოლოს ანუ პირველად რო არ კითხულობ გირტყამს ეს ფრაზა ძალიან რა მაგიტო მაგარი რა იმიტომ რომ ხო ეს ფორტუნატო თვითონ fortune რო ქვია ამბობს ორი კუთხითაა მნიშვნელოვანი ერთი ფორტუნატოსთვის და ერთი მამისთვის რომ მამისთვის ეს არის ბედი შანსი ბედის წერა ან რეალურად ერთადერთი და პირველი ბიჭიშვილია ანუ შანსია რომ მისი გვარი გაგრძელდეს შანსია რომ ცოდვა მოინანიოს და აღარ გაიმეოროს ვერაფერს ვერ აკეთებს და ფორტუნატო ხდება მისი მართლა საბედო რომ სიო დაინგერი რა შენი გვარი აღარ გაგრძელდება მორჩა შენი გვარი ამოწყდა და შენც ვეღარ მოინანიებ მორჩი და ფორტუნატოსთვის მაგიტოა როგორც შევთქვი რა რომ საათი აიღო მისთვის ანუ თან არჩევნის წინაშე რო იდგა ის არჩევანი არ იყო რეალურად მისთვის ყოლა ცხადი იყო რა საათი იმას აირჩევდა ხო ეგრევე ცხადი იყო და ეგრევე ცხადი იყო რაც მოვიდოდა და მამამისმა გადაწყვიტა ეგეთი რაღაცა რომ შენ თუ ეგეთი ადამიანი უნდა იყო ეგეთი ადამიანი ჩემ გვარს არ გააგრძელებს მორჩა მოკლედ თან კიდე რა იყო იცი ისა გულის დამწყვეტი ფორტუნატო იმ დღეს ოცნებობდა ქალაქში ჩასვლაზე ბიძაინახ ანუ ამ სივრცედან პირებდა გაქცევას რა ჯამისთან და რეალურად საათს რო იღებს უნდა ჩაწავიდეს უნდა წავიდეს უბრალოდ მამამისი აღარ უშვებს ხო იმიტომ რომ იქ ეუბნება რომ შენ ბიძაშვილსაც აქვს საათი ის ცუდი რაღაცა 10-ის თავი ცუდი ადამიანია ბიჭო რა მუდოდაჩი თან ტკბილი სიტყვით რო იმას ქნა რა ქვია. ხო, მაგრამ თელი მუღამი ის არის რომ ეს მაინც გააკეთებდა ფორტუნატო მაგას. ეხა თუ არა მე გააკეთებდა რა და ეგ მოხდებოდა. მე რა მიყვარს ამ ტექსტში, იცი? ძალიან მიყვარს ეს. რო გასცემს ფორტუნატო იმ კაცს. ხო. და მე მამამისი რო ჩამოდის. აი ჯერ იქ ლამაზი სცენა არის, ამას რო იარაღი უჭერავს ცოლი რო უკან მოყვება და ცოტა სექსისტური რაღაც კი წერია რომ ცოლის მთელი როლი ასეთ დროს იყო ის რომ სექსისტური აღონ პირიქითაა, ანუ ისა რა ქვია, ქალს ათრევინებს იმას წაბლის ტომარას და თვითონ მოაქვს ორი ცალი თოფი. ხო და რავი, ვაჟკაც არ შეხფერის რაიმე ტვირთი ზიდოს გარდა თოფი არ აღისავ და ეს ეხა კორსიკული კონტექსტია კულტურული თუ ფრანგული თუ რა ეხა ფრანგი კაცები დიდად ვერ გამოირჩევიან იმით. სიმართლე რო ვთქვა მაგრამ ეს სტერეოტიპულად რო ვთქვა. მაგრამ რა ვიცი, რაღაცა უცნაური ის იყო სცენა. მან იმასაც ამბობს მე რომ უკვე რომ თოფს რომ დაიჭერს რომ მიდის თოფით რა იმათთან. ცოლი მიყვება უკან მეორე თოფით და ცოლმა კი არ უნდა ისროლოს. ცოლმა უნდა გადაუტენოს თოფი. ანუ ეს რომ გაისვრის, ცოლი მიაწვის, ცოლი გადატენის, მიაწვის. მაგარი ცოლს მარიას. ძალიან უწევს მე და
ხო, მან რომ მე მიდის ბოლომდე რა ის რომ ეუბნება რომ ხო რაღაცა დაგვაჭერინა შენმა შულმა, გითხრა სად იყო რაღაცა და ეს კაცი რომ ამ კაცს რომ დააწვენენ რაღაცას რომ გაუკეთებდა რომ დააწვენენ რა და რომ გამოტრიალდება და სახისკერო შეიკითხება და ეს არის გამცემლის სახლიო და ბიჭო წარმოიდგინე მატეო ფალკონე ხარ ანუ კონტექსტი როგორია მატეო ფალკონე ხარ კაცი ხარ რაღაცა ასოცნაბიჯი შეგიძლია ჩიც გაარტყა მხრის და თავს შორის რა ანუ რა მიზანი გაქვს როგორი მკვლელი ხარ და ვიღაცა ესეთ შეურაცხყოფას გაგანებს რას გააკეთებ და მატეო ფალკონე აიღებ და დანას ჩასცემ და ეგრევე გულს არ აკეთებს იმიტომ რომ იცის რომ ის კაცი მართალია ხო აი ძალიან მაგარი შეიძლება ეგ სიტყვა რო არ ეთქვა არც მოიკლა ის შვილი რა ამან ძალიან არა მე მგონი მაინც მოკლა იმიტომ რომ მეორე ამბავიც ის არის რომ ისე უუბნება 10 თავი თუ 100 თავი ხო ეუბნება მან რომ ეხლა რომ ჩავალთო შენ და შენ შულცო გამოგაჭენებთო რომ თქვენო ეს ხალხი დაგვაჭერინათ ეგეთ რაღაცას ეუბნება ხო და მაგაზე საერთოდ გაგიჟდა წარმოიდგინე. დაკრძალვის სცენას მივადგებით მეუბნება რა. მე მინდა იმაზე ვთქვა. ის აბრაამის ამბავით რაღაც არ გავშალეთ. ეგ ძალიან მაგარი ინტერპრეტაციაა. მე ძალიან მიყვარს. რეალურად ეს როგორც აღმოვაჩინე, აუ ერთი ძალიან ცუდი სტატია წავიკითხე და არ წაიკითხე. არც გეტყვით რა ერქვა. მაგრამ ერთი კაი რაღაცა იწერა რა. მოკლედ სამ ამბავზე შეგვიძლია გავიყვანოთ ეს ხაზი რა. ერთი არის აბრაამის და ისააკის ოღონდ სრულიად საპირისპირო როგორც დასაწყისში ვთქვი რა, რომ იღებს ქრისტიანულ ამბავს, ან ბიბლიურ ამბავს იღებს და უკუმატრიალებს, ან ბერძნული მიმართულებით ატრიალებს, რომ იქ თუ არის რომ ღმერთმა უთხრა რომ შენი შვილი წაიყვანე და შემომწირე მე, აქ არის რომ პირიქით ღმერთმა საჩუქრად მოუვლინა, ღმერთებმა საჩუქრად მოუვლინეს ფორტუნატო იმისთვის რომ საბოლოო ჯამში დანიშნულება ის არის რომ აბრაამში და აბრაამთან და ისააკთან და ფორტუნატოსთან და მატეო ფალკონესთან ორივეგან საბოლოო წერტილი უნდა იყოს ის რომ ორივე ადამიანმა დაამტკიცონ ერთგულება ღმერთებთან ანუ ის რომ ის თავად ბედისწერას აღასრულებენ აბრაამი და ისააკი ამას ახერხებენ და ფორტუნატოსთან მიმართებით მატეო ფალკონე ამას ვერ ახერხებს ანუ საპირისპიროდ მიემართება რა სცენა სრულიად უკომატრიალდება რომ პირიქით ღმერთებებინებიან არ მოკავა მაგრამ ეს მაინც კავა შესაბამისად თავის ბედისწერის საწარმოებდა და მიმართული კიდე ერთი მნიშვნელოვანი ამბავი და სხვა შორის ეს აგამემნონის და იფიგენიას ამბავსაც ადარებენ ხოლმე სხვათა შორის მე არ მჯერა მაგ შედარების მაგრამ ერთი ლამაზი ან დისბალანსი რაც შეიძლება დაიჭირო არის რასინის იფიგენია ავლისში რო არის ერთადერთი ტექსტი არის აგამემნონის და იფიგენიასი სადაც აგამემნონი წუხს იმის გამო რომ იფიგენიას შეწირვა უწევს სხვა ტექსტებში არსად არ წუხს ანუ იმის წარმოდგენით არის რომ ანუ სხვა ტექსტები გავს ამ ტექსტს რა იფიგენიას შეწირვის ამბავში რომ იქ არის წარმოდგენა რომ მე უნდა შევწირო ჩემი შვილი მართლა იმის გამო რომ რაღაცა მოვიგოთ იქ რა და ნუ რასინი აკეთებს რომ წუხს ეს კაცი და ტირის აგამემნონი და ეგ მეორე შედარებაა მაგას ვერ ჩავშლი იმიტომ რომ მე თვითონ კარგად არ მესმის მან რა ხდება როგორ ადარებენ ვერ გავიგე და მესამე ამბავი არის ისევ ბერძნული ისე ოღონდ ეგ ბერძნული უნდა დაატრიალო ეხა უკუმა ძალიან უკუმა ვატრიალებ ყველაფერს მაგრამ ანუ ინტერპრეტაციის მუღამიც ეგ არის რა რომ ან პირდაპირ მიგაქ ან სრულიად საპირისპირო დაატრიალებ ანუ სხვანაირად გვერდულად დავაჯინე რავი რა ის გვერდულად დავაჯინე ხო ჯანზე ხო და ერთი არის კიდე ისა რა ქვია იმას კრონოსი რო ჭამს თავის შვილებს რა. ოღონდ მაგის ინტერპრეტაცია ეხა ნახე როგორ ჯდება აქ, ან პირდაპირი ინტერპრეტაცია ჯდება რომ კრონოსი როგორც მატეო ფალკონე და ნუ ზევსი ან სხვა შვილები როგორც ფორტუნატო რა, რომ იმისთვის რომ თან სხვა შორის ქრისტიანულ ინტერპრეტაციაში ჯდება, იმიტომ რომ დროის ათვლა იწყება, ანუ ახალი აღქმა იწყება, როდესაც საათს ჩუქნიან და ახალი აღქმა რა მიმართებით იწყება, გამცემლობის მიმართებით იწყება, ანუ პირველი ცოდვაც ჩადენია. ახალი აღქმა იწყება საათს ჩუქნიან. ხო, პირველ ცოდვაა ჩადენია, ანუ დროის ათვლა იწყება პირველი ახალი აღქმა თქვი. ხო. ახალი ხმა უნდა მეთქვა. დროისიდან გამოდევნა? ხო, დროისათვლა იწყება პირველ ცოდვა გება. ხო, პირველ ცოდვა ძება, რატო თქვი ახალი ხმა. პირველ ცოდვა დგება, ადამიანიდან გამოვიდნენ, ან ფორტუნატომ გამოიყვანა კაცობრიობა ადამიანიდან და ეს ყველაფერი ვერაპატია მამამისმა და უნდა მოკლას. მაგის ეგ ამბავი ავიღოთ, ანუ კიდე ეგ ამბავიც არის მარტო აბრაამის და ისააკის ამბავი არ არის, ანუ ედემიდან გამოშვის ამბავიც არის და უკუღმა უნდა დაატრიალო უბრალოდ ეგ და კლავ რა, მორჩა. ძალიან ცუდად აუხსენი ხო? არა, მივხვდი. ანუ მამა ღმერთი როგორც შურისმაძიებელი? ხო. მარტო მამა ღმერთი არა, მამა ღმერთის ხო, მამა ღმერთი შეიძლება დაარქვა მშომა. მე ახალი აღთქმიდანაც მაქვს რაღაცა მოტანილი რა. ახალი აღთქმა ვიმო, ხო. ანუ წავიკითხავ ფრაზას და პირველი ვინ გაგახსენდებათ ახალი აღთქმიდან. ბავშვმა უკან გადაუგდო ვერცხლის ფული, რადგან იფიქრა არ დამემსახურებიაო. ვინ გაგახსენდა? ვერცხლის ფულზე. ნუ ისა იუდა. მოსე. ხო, ბოდიში დღეს რაღაც. ანუ იუდა რა, ნახე
ხო. ზუსტად იგივე ეპიზოდი, ოღონდ ბოლო წინადადების გარეშე, რადგან იფიქრა არ დამიმსახურებიაო, ეს იუდას არ უფიქრია. ბავშვმა უკან გადაუგდო ვერცხლის ფული. ანუ აი იუდა რო უკვე რაღაცა გაცემის მერე რო ბრუნდება და ამ ვერცხლს რო უკან გადაუგდებს. თუ ვამბობთ რომ ეს ბავშვი ანუ ფორტუნატო აი მეოთხე კლასელზე იუდა აურანაირად უნდა თქვა მაგრამ აი მართლა ანუ ეს თუ იუდა არის რაღაცა ისე მეტაფორულად მაშინ გამოდის ისეთი იუდა რომელსაც სინანული და დანაშაულის გრძნობა არ აქვს იმიტომ კი არ დაუბრუნა რომ ვაიმე რა გავაკეთო არა უბრალოდ არ დამიმსახურებიაო იმიტომ რომ ეს დასამალად გამოართვა ეს ფული ჯერ ფული რო გამოართვა ეგეც ცალკე საკითხია დასამალად გამოართვა ეს ფული და რადგანაც ვერ დამალა აჰა ეს შენ ფულიო თორე ის კი არა ვაიმე რა გავაკეთე და სინანული და თავის ჩამოხრჩობა როგორც იუდასთან არის ანუ ამ იმას საერთოდ ანგრევს იუდას იდეას როგორც სინანულის პერსონაჟს და მარტო იღებს პირველი ნაწილის იუდას ანუ გამცემლის ხო გამცემლის ნაწილს იღებს მარტო და არა როგორც რაღაცა სინანულის და მომლენიbles ხო რაღაცა ეგრე ანუ ამიტომ თავს არ იკლავს ფორტუნატო თავს მოიკლავდა იუდა რო ყოფილიყო კლასიკური მაგრამ ამან გადაათამაშა და ამიტომ მას კლავენ ასევე კიდე ერთი რაღაცა დეტალია ფირალის თივიდან გამოყვანა რაღაცა ძალიან გავდა ჩემთვის შობის პროცესს რა ფირალი ხო ღმერთია რეალურად ხო არ ვიცი ანუ ქრისტეს ეგ სხვა ჩერჩს ანალიზი ინტერპრეტაცია უბრალოდ მე ვერ ვიჯერებ აი ეგეთ რაღაც ამობენ რომ მატეო ფალკონე არის ძველი აღქმის ღმერთი ფირალი არის ქრისტე და მატეო ფალკონე არის გარდამავალი წერტილი ამ ყველაფერში და მეცა მატეო არისო ისო მატეო ფალკონე მეთქი ფორტუნატო არის გარდამავალი წერტილი ამ ყველაფერში და ანუ მატეო ფალკონე ან ძველი აღქმის ღმერთი ვერ პატიობს ფორტუნატოს იმას რომ ახალი აღქმა ვეღარ მოდის ახალი აღქმა მაგაზე უნდა მეთქვა და ეხლა ამომიტივდივ და კინაღამ დამოვიწყო ხო ნუ ძველ აღქმაში უფრო არის ის რომ ცოტა შურისმაძიებელი ღმერთი არის რა ხო და დასჯაზე ახალ აღქმაში უკვე აღარ არის ახალ აღქმაში მიტევება ხო ეგ პაექრობაც შეიძლება დავინახოთ ძალიან კაი იდეა ეგ როგორც ორ წიგნს შორის რა მე მომწონს ხო და მოკლედ იმას ვამბობდი რომ აი ეს ფირალის თივიდან გამოყვანა ძალიან გავს ქრისტეს რაღაცა შობის პროცესს აგერ ციტატა თივა შეინძრა და თავი გამოჰყო სისხლში მოსრვილმა ხანჯლიანმა მამაკაცმა. ანუ რაღაცა ძალიან დაბადების იმაზე წავედი რა ეგრევე. და მაშინ ეგ გამოდის რომ ქრისტეს შობის და ქრისტეს გაყიდვის მომენტი არის ერთ დროს მოქცეული, რაც ნიშნავს იმას რომ ანუ ქრისტეს რაღაცა ხორცში ანუ ადამიანად მოვლინება მის წინასწარ მოიაზრებს მის გაყიდვას და მერე მომავალ ჯვარცმასაც ანუ ის არის წინასწარმეტყველური ესქატოლოგიური ფუნქცია ამ ეპიზოდს რა ესე ვთქვათ. კიდე არის ის რომ ქრისტე დაიბადა ბეთლემში, იუდეაში, იმპერიის განაპირა მხარეს, რომის იმპერიის განაპირა მხარეს და აქაც არის ეს მოთხრობა მიმდინარეობს კორსიკაზე, ანუ სადაც დაპირისპირებული მხარეები არიან, ხო, რაღაცა ყვითელპერანგებიანი და ფირალები. ანუ სხვათაშორის იქ ბარაბა რომელიც აირჩიეს ქრისტეს და ბარაბას შორის ბარაბა იყო ზუსტად რომის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ანუ განმათავისუფლებელი იყო და დაჯგუფების წევრი იყო ტერორიზმის ისტორიაში გავიარე რომლებიც კლავდნენ ადამიანებს საჯარო თავშეყრის ადგილებში იმიტომ რომ შიში გაეჩინათ ხალხში რაღაც ეგეთ მეთოდი ჰქონდათ ანუ ლოგიკა არის ისტორიული რატო აირჩიეს ბარაბა ხო და მოკლედ რაღაცა ისინია მსგავსებები უბრალოდ ერთი განსხვავებაა კიდევ როგორც ბავშვს და იუდას შორის არის განსხვავება მაგრამ ერთნაირი პერსონაჟები არიან ისე ფირალს და ქრისტეს შორის არის განსხვავება ქრისტე აქ ბრაზდება რა იქ ხო არის რომ იუდა რო გაყიდის ქრისტე კი არ ბრაზდება პირიქით სულიერად მზად არის რომ ჯვარს ეცვას აქ არის რომ ფირალი ეუნება ბავშვს არამზადავ უთხრა მას ფირალმა უფრო ზიზღით ვიდრე გულისწყრობით ანუ რომ ქრისტე რომელსაც ეზიზღება და ბრაზდება. წარმოვიდგინე, ანუ ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა ქრისტეს ესე ადამიანური ინტერპრეტაცია მე რო კაზანძაკისები და ისინი სარამაგუები იზამენ, ეს არის 1829 წელს დაწერილი. ხო და მოკლედ ძალიან გავს იმას რა ქვია რა, აი ამ გაცემის, ქრისტესშობის და ახალი აღთმის ისინი აქ აღებული, ფაქტია და გადათამაშებული. იქეთ საბერძნეთიდან ბერძნული სამყაროდან აიღო, აქეთ ძველი აღთმიდან აიღო, ახალი აღთმიდან აიღო და რაღაცა ისეთი მაგარი კომბინაცია შექმნა, რომ აშკარა ძალიან მაგარი მოთხრობა გამოვიდა. ოღონდ მე ჩემპირად მოსწრება უნდა ვთქვა. ყოველ დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ეგ განსხვავებული არ ქონდა. არ ვიცი ხო? ეგ ხო არც არის მუღამი ხა. ხო რა ეგ არის. მაგრამ რატო არ ქონდა?
ანუ შენი აზრით ეგ უფრო დიდი არის მაგის გამო? უფრო დიდი გამოდის მაგის გამო. მე მგონია რომ უბრალოდ ამ კაცს განცდითად ესმოდა ეგ ამბები ძალიან კარგად რა. ეგრე უფრო დიდი გამოდის ხო? თუ განცდითად ესმოდა და ეგეთი რაღაც გააკეთა კი. იმიტომ რომ ანუ ეხა მე პროსპერმენიმე ძალიან მიყვარს სხვა ტექსტების მისი რა და ყველგან ყოველთვის ესეხდება. და ეხა ვერ დავიჯერებ რომ ამ კაცს რაღაც სქემა აქვს შექმნილი რომ ამის ეს უნდა იყოს, ეს უნდა იყოს. არა, ეგრე ხო. არიზავდა რა, ანუ უბრალოდ შეიძლება ჩონჩხი მაინც გათვალა. ხო, ჩონჩხი შეიძლება, მაგრამ მე მგონია რომ ეგ ჩონჩხი, ანუ ინტერპრეტაციების ჩონჩხი დაინახა მას მერეც ამბები ჩამოწერა. იმიტომ რომ ეს ამბები რეალურად ინტერპრეტაციები ხო ეგრე მუშაობს, რომ რაღაცა ამბავი, რომელიც კულტურაში არის გამჯდარი, ძველ ამბავს ეხმიანება, რომელიც ოდესღაც გავლენას ახდენდა სოციუმზე. და ის ამბავი რაღაცა ფსევდო ამბად იქცა, რომელიც ჩარჩა და მერე მოიყოლა სხვებზე. იმ სხვებმა გაიგეს და დაწერეს და უნებლიეთ იმის ინტერპრეტაცია გამოვიდა. ბიჭო, მაგაზე სადღაც წავიკითხე, რომ ისო ეს ამბავი, ახლა კიდე ბერძნულს დაუკავშირებ. ეს ამბავი, მატეო ფალკონეს ამბავი ოღონდ დადასტურება ვერ ვნახე, ანუ რაღაცა აკადემიური სტატია იყო, წყაროც მითითებული ქონდა, მაგ წყაროზე გადავედი და Google-ში არ იყო, რაღაცა როგორც ფიზიკურად უნდა მიაგნო წიგნს. ოღონდ ინგლისურად იყო და ეხა ფიზიკურად რა ვიცი. ეწერა ეგეთი რამე ავტორს, რომ ეს ამბავი კორსიკაში გავრცელებული იყო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული იყო. ანუ რაღაცნაირი ამბავი და აქაც ბერძნული ის გამოდის, რომ ესე იგი ამბავი არსებობს და პროსპერმენიმე ისე ათამაშებს ამას, რომ დაჯდეს საუკეთესო ვერსია მისი აზრით. კი, თუ ძალიან მაგარი გამოდის. ხო და მაშინ უფრო მაგარი გამოდის. ხო, თუ შუა საუკუნეების კორსიკაზე ეს ამბავია გავრცელებული, ოღონდ ეხა აქ ის ყვითელ პერანგიანი, ყვითელ საყელოიანი არ ექმეოდა ეხა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამან დაამატა ისტორიული ისინი, მაგრამ როგორც ესეთი მამა გამცემ შვილს რო კლავს თურმე ყოფილა რა. ოღონდ ვერ ვადასტურებ კიდევ ერთხელს, რაც წავიკითხე იმას. არ გამიკვირდებოდა, იმიტომ რომ ეგეთ კულტურაში ესეთი ამბები ყოველთვის არსებობს რა. აი რაღაც სიცილიაზეც ხო არის რაღაცა ეგეთი ამბები გავრცელებული იმაში, რომ ვიღაცამ მოკლა იმის გამო რაღაცა გააკეთა. მე სხვადასხვა ის არის ვფიქრობ. ერთი რაღაცის თქმა მინდა უბრალოდ აი ქართულის საპროგრამო იმას ბიჭო, საპროგრამო. შევადაროთ რაღაცეებს? შევადაროთ, გაკვრით შევადაროთ, მაგრამ ბევრი დრო კი არ გვაქვს, მაგრამ მიდი. წესით საპროგრამოა, არ ვიცი, სიტყვაზე არ გამომეკიდოთ, შეიძლება, მაგრამ ყველა აბიტურიენტს საკითხული აქვს. ყველა საკითხული. და მე რო გავდიოდი მახსოვს ეგეთი რაღაცა, რომ ძალიან ხშირად იყო შედარება გამზრდელთან და იმასთან, რა ქვია იმას. ხევისბერგოჩასთან კიდე შედარება იყო. არაფერ შუაში არ არის ეს ტექსტი მაგ ტექსტებთან საერთოდ რა, აი სადის ტექსტები და აი ჯერ ხომ აი თუნდაც ხევისბერგოჩას რო შეადარო მატეო ფალკონე რა, მოკლის სცენა არის რადიკალურად განსხვავებული. სხვა სცენა იქ რო აფექტის გამოკლავს. ეს კაცი არის მშვიდად, გაიწყნარია, გათვლილია ყველაფერი და ის უნდა ის კაცი რა აფექტში და მოკლა. იქ არის რაღაცა ვიღაცას დასრულ ადამიანზე გვაქვს ლაპარაკი, რომელმაც მოეწონა თავის მაგაცის სწორი. აუ პატარა ბავშვი რომელმაც ვიღაცა გაყიდა. ანუ გასაგებია რომ ვიღაცები აზრობრივად მაინც დააკავშირებენ რაღაცნაირად. უბრალოდ თუ მართლა ლოგიკურად შეხედე ორ ამბავს რა და ლოგიკურად შეხედე მწერალმა როგორ გადაათამაშა და რა აქცენტები დასვა. მიხვდები რომ ანუ არაფერ შუაშია ერთმანეთთან. მაგრამ ეროვნულებზე მაინც დაწერეთ პარალელად, იმიტომ რომ ანუ ხო, ანუ არა პარალელად შეიძლება პარალელად კი არა, ზოგადად შეიძლება გაგიშთეს ასოციაცია, მაინც ეს წერის დროს არა. რომ ანუ ეს იმას გავს, უბრალოდ შეიძლება განსხვავებული იყოს და მაგ განსხვავებულობის ჭრილში შეადარო ერთმანეთს. კიდე ერთი განსხვავება ის არის ხევისბერთან რომ ორი განსხვავება. ერთი აქ მკვლელობის დროს მთავრდება ნაწარმოები, იქ არ მთავრდება, იქ გრძელდება და აღწერილია. ხო, იქ იმიტომ რომ მკვლელობა არაა მთავარი. მკვლელობა არ არის მთავარი, ამბავია მთავარი. აქ მკვლელობა არის მთავარი. ერთი არის საათის არჩევა და ეს კვანძი და კვანძის გახსნა არის ტყუის გასროლა. და მეორე აქ იქ მამა გიждდება და აქ არ გიждდება. ეგ არის მთავარი განსხვავება. რომ ანუ აქ ეგ საერთოდ ხსნის პერსონაჟის იმას რა. რომ გიждდება ეგ ნიშნავს რომ ესე იგი ამანი განიცადა იმ ხელაზე რომ მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო და გაგიждდა ხევისბერგოჩაში. აქ არის რომ ვერ გაუძლო კი არა, რა ვიცი, ცივშისხლიანად შვილს დააჭედა ტყვია შუბლში. და მე ეუბნება ცოლს რომ იმათ დაურეკე ჩამოვიდა. დაურეკე ჩემსიძეს მოვიდეს აქ იცხოვროსო. აუ რა ცუდი ფრაზა იყო რომ ვერ დამთავრდა. აი ოდესღაც გამზრდელზე მამაში დამოვიწყდა. ოდესღაც პირველად წერეს წავიკითხე თუ ჯერის ის რა ქვია იმას. მეტამორფოზა არ მახსოვს, მაგრამ იქ რო ეუბნება რომ აწიკა გათხოვებისთვის მზად არის ჩვენი შვილიო. აი ეგ სცენა ერთი. გაგახსენდა ამაზე? ეგრევე, ეგ სცენა და მე ეს ორი რო წავიკითხე, მე წავიკითხე ის სულ რომ მომდიოდა და იქ ბოლოში არის სცენა რომ კბილები ჩავისვიდა თქვენი ახალი დედა. აი ეგ სამი სცენა არის რომ ბიჭო აი როგორ უნდა დაამთავრო ტექსტი რა, ის ვიცი რა გინდა გაგვანებენ მკითხველებს თავი. დაგვიტოვე რაღაც წმინდა მწერალ თუ შეიძლება. ხო და გამზელთან ხო საერთოდ რავი. ან მე ვერ ვაკავშირებ ფიზიკურად რა, აი
არც ინტერპრეტაციის დონეზე, არც აზრობრივ დონეზე. ანუ ვითომ არის მე მახსოვს ეგრე რომ იქ თავს იკლავს, ჩემი ბრალია კაცად ვერ აღწევდი ხარ, აქ არის შენ კლავს, ანუ კაცი ვერ გამოდიქი. ეგ არის ის მსგავსება, მაგრამ ან პერსონაჟები საერთოდ ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის, ანუ მსგავსებების ვერ ხედავ რომ რა მატეო ფალკონე და რა ტარას ბულბა და რა ის რა ქვია. რა ქვია გამზრდელში, ვინც თავს იკლავს. ჰაჯი უსუფი რა ის არ გვანან საერთოდ რა და ეგრე ვერ შეადრებ, ანუ ეგ ეს კიდე მნიშვნელოვანი დეტალია რა ლიტერატურის ანალიზისას როა. ესე ჰაერში რომ ორი პერსონაჟი ან დაახლოებით ერთ და იგივე ამბავში რო არიან და ცოტა განსხვავებულ რაღაცებს რო აკეთებენ, ანუ ავტომატურად შედარების იმას ბაზას არ გაძლევს რა. ანუ ეგრე არ შეიძლება რომ კაი ამასაც თავის გაზრდილმა ვიღაცამ რაღაცა გაუფუჭა და აქაც გაუფუჭა და ერთნაირები არიან, ეგრე არ გამოდის რა. იმიტომ რომ პერსონაჟები საერთოდ სხვადასხვანაირები არიან, საერთოდ სხვადასხვა მიმართებები აქვს და მოვი. მოკლედ ქართულს მასწავლოთ ეჭვობით. და ძალიან მაინტერესებს როგორ ჩაივლის. ეგ ჩემი ერთ-ერთი პერსონალური ინტერპრეტაცია. ხო, აი გამოიყენეთ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა იყო ეგ სხვა შორის არ მიჩხუბია მე, მაგრამ მიხსენებია რომ არაფერ შუაში არაა მეთქი მე-12 კლასში. ჩხუბი მარტო ოქტაგონზე. ჩხუბი მარტო ოქტაგონზე. არ იჩხუბოთ ხალხი. არა, არც მე. კაი, ნელა წავიდეთ. ხო, აი ფინალი ვთქვათ და ეგ არის რა, როგორ მთავრდება. ფინალი ვთქვათ, ემოციური ის არის ჩემთვის. ემოციები შემოყავს, ანუ რაღაცა კარგად გამოდის, რომ ემოციები გამოიწვიოს შენში ავტორს. კონკრეტულად ის რომ აი მაგალითად მამა ნუ მომკლავ რო ეუბნება და მე ლოცვებს რო აკითხებს, თან მამაო ჩვენოს და მრწამს. მამაო ჩვენო ის არის რომ რაღაცა რომელი ხარ ცოტაში ნება იყავ, აი რაღაცა იყავ ნება შენი და მრწამში არის რომ რაღაცა ზუსტად ეგ ქრისტიანული კონცეფცია რომ მამისგან რაღაცა წამოსული და მოკლედ ეს მამის თემა ქრისტიანულად რაღაცა მოიცვა კარგად და ბოლოს დააჭერა ტყვია. აი რაღაცა მე მაგამდე მომწონს ეს დედაკაცო ჩემია თუ არა ეს ბიჭი. ხო. იმიტომ რომ მანდი მქალმა რომ აი მანდი იმ ქალმა რომ გატეხოს და თქვას რომ შენი არაო არ მოკლავს. შანსი არ მოკლავს. რო ეკითხება ისო, მეთქი ჩემია თუ არა ეს შენია, რო ეკითხება. ხო. და ის ხალი, ის ხალი რა ლამაზ რაღაცას პასუხობს. ის ეკითხები ხო თუ გახსოვს. ანუ ის ხალი ხვდება რომ შვილი უნდა მოუკლას ამ კაცმა და მაინც მაგაზე პასუხად აქვს რომ ვის ეკითხები მაგას შენ რიგზე ხარ? ანუ რა ხალხი არიან, ვერ წამი. ეს ხო რეალურად ძალიან აი წარმოუდგენლად მე ხო რაღაცა იქ რომ აწყე შენი წერალი რო არის პერსონაჟებზე ვის ვამბობა? მე მესვამბობ, მაგიტო ბატონო ხელებიანი წერა. მაგი დამამტკიცე რატომ პერსონაჟებზე პროსპერმენზე? ხო, ეს რეალურად ეს ტექსტი არა მარტო იმიტომ კი არა მნიშვნელოვანი რომ რაღაცა რა მაგარი ამბავია მოყოლი და რამხელა გარდა ტეხის წინაშე დადგა პერსონაჟი და ვერ მოინანია. ანუ ეს არის ჩემი ერთ-ერთი გადამტეხი წერტილი ლიტერატურაში, ანუ ეს პერიოდი და ეს ეპოქა საერთოდ პოსტპერიმიზმთან ერთად სხვა ისი თანამედროვე მწერლებიც ახერხებენ ამას, რომ უკვე საერთო ჯამში სამომავლო ინტერპრეტაციებს უხსნიან გზას. ანუ იღებენ ორ სხვადასხვა მოდელს, ქრისტიანულ და ბერძნულ მოდელს და ცდილობენ რომ ერთად დაშონ. იდეაში ანუ რაღაც შექსპირიდან იწყება, გადის ერთი საუკუნე პროსპერიმიზმამდე, ხო ერთი საუკუნეა სადღაც თუ ორი. აი ორი საუკუნე 200 წელი. ორი საუკუნე, ხო, აი რაღაცა ორი საუკუნე გადის რაღაც ბაზა ჩაიყაროს წერის წესიერი. 50 რაღაცა. არა, 220, 220. ვაჭრობე. მიდი. ორი საუკუნე და უკვე ბაზა იყრება და აი ეს ბაზა ბოლოს ამ წერლებში, აი ჰიუგოც ამ პერიოდისა იკვრება რა და ძდება ეგრე რომ მე მოდერნიზმს ეძლევა საშუალება რომ ბოლომდე აი რომანტიზმი რასაც ახერხებს რომ შეკრას ინტერპრეტაციები, მე მოდერნიზმი ამას დააბერტყებს და იტყვის რომ სიო დავაქანეთ და გავუშვათ. და მე პოსტმოდერნიზმი მოდა დაანგრევს და იტყვის დებილობას რაღაცას. ხო. მე ვიტან პოსტმოდერნიზმი. ვერცი. სინჯერა ეპოქა. ხო რა, მაგიტო ეს ტექსტი კიდე მნიშვნელოვანი რომ რაღაცა ესეც იგიჟებს გვახერხებს და ფინალი მართლობა ამაზეში გამოდის რა რომ წამდგინე შვილის წინ გახარ, იცი რომ შვილი უნდა მოკლა და ესეც სისხლიანად ეუბნები რომ ღმერთმა გაპატიოს. იმიტომ რომ იცი რომ შენ ვერ აპატიებ. ამინო ეს ლოცვას ამბობს და ამინე უნები. კი. იმიტომ რომ ამინს ეუბნები რომ შენ კი ვერ აპატიო, მაგრამ ღმერთამდე მივიდეს მისი ლოცვა რომ ღმერთმა აპატიოს. მიაშველა სიტყვა. ხო, მიაშველა. სიტყვაზე ტყვიაც. აუ ეხა მომინდა რომ რაღაცა ნაგანი მქონდეს და დავდიოდე მაგით. იცოცხლე. ეს ხუმრობა პოლიციელები თუ ვიყურებთ. აურ ფულობთ არანაირ სასროლი არ აქვს თუ რაც. ხო არ ჩანს. კაი, ხალხო. მოდი დავემშვიდობ. ლოცვები დაიკითხეთ. ეს რეფერენსი იყო ამ წიგნში, რაც არ გამომიყიდოთ ეხა ის რა. უჯულო რაღაც თქვი. უჯულო რა ლოცვები დაიკითხეთ. აი, ცოტა ირონიულად ხო თქვი წიგნის რეფერენსი რა ხან გამოვიდა. არა. გამოიწერეთ ხალხო არხი
ქისას ლინკი იქნება აღწერაში და შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ. და რა ვიცი მეტი ისურვებთ კარგ ცხოვრებას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ბევრ кейპს, ხვავს და ბარაკას. ბარაკა გაგიმარჯოთ, კარგად დავყოფოთ მოეწ. ეხლა აქ უნდა გვედგას ერთი ღვინო. ვინის კომპანიებო გამოჩდით რა, უბრალოდ აქ არ შემოგვატანინებენ თორე. გავალთ რა პრობლემა. ავიცი მე ერთი კაი ტვიში როგორ არ უნდა იდგას ახლა აქ. როგორ მატეო ფალკონეს როგორ მოუხდა. მატეო ფალკონე ტვიშის გარეშე რა. და სადაგძელს რომ ამ კაც გამარჯოს შვილი რომ მოკლა. მატეო ფალკონეს გაუმარჯოს. მაგრამ გამოიწერეთ ხალხო არხი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს ეგ ჩვენთვის. ძალიან უკვე საკმაოდ ბევრი ვართ 1740 ვართ ამ მომენტში და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამთ მაინც ანუ რამდენია ეს, მაგრამ აი ერთხელ ვცადე რომ წარმოვიდგინე 1740 კაცი რამდენი იქნებოდა რა. წარმოიდგინე? კი, მაგრამ დაახლოებით რაღაცა 1000 კაცია სადაც ეტევა ეგეთი აუდიტორია წარმოვიდგინე და მე აუდიტორია კი არა ის სივრცე და მე ვთქვი ვაიმე ჩემი რამდენი არიან. კი ბატონო. აი ნახევარი ბოტებია ჩვენი, მაგრამ ხო ეგ არ ახსენებ. კაი, ხმას ვთავ. კარგად. შეხვედრამდე.